დღევანდელ სიუჟეტში მინდა მოვკითხოთ ერთი პატარა ამბავი წისქვილისა და ერთი კეთილშობილი ადამიანის, მადლიანი ადამიანის მემედ ბოლქვაძის შესახებ. მემედ ბოლქვაძე იყო ადამიანი წარმოშობით ახლოდან გემობარგული გობრონეთში და მოუვიდა აზრად, რა თქმა უნდა სოფელსაც არ ჰქონდა წისქვილი და შეისყიდა წისქვილის, მხოლოდ წისქვილის ადგილი, გააკეთა წისქვილი და სამადლოდ უფრობდა ყველა თანასოფლელებს და არამარტო თანასოფლელებს. შემდგომ ეს ტრადიცია თავისი შვილიშვილმა განაგრძო და განავრცო. ეს წისქვილი მოძველდა თავისმა შვილიშვილმა მერე ააშენა თანამედროვე წისქვილი და დღესაც ფუნქციონირებს და დღესაც იგივე მოვალეობა აქვს, რაც დაუტოვა ამდერძად ბაბუამ თავის შვილებს და შვილიშვილებს. მე 5 წლის უკან სხვათაშორის მეზობელს გავყევი სიმინდის ამოსატანად, სიმინდი ამომატანილი მანქანით გობრონეთში მაქვს დაპოვებულიო და წავყევი და როცა ჩავედი გამიკვირდა წისქვილი კი არა კოტეჯი მეგონა და მე რომ მოვიკითხე ისტორია გაბრაც იყო გამოკლული ამბრას თავისი ისტორია ქონდა თუ როგორ და რანაირად აშენდა. ამიტომ მე გადავწყვიტე ასეთი კეთილი ადამიანების და სიკეთებელი ადამიანების პატარა სიუჟეტი მიუძღვნათ და გავიხსენოთ და მე მგონი კარგი იდეა და კარგი სიუჟეტი გამოგვიყვება. ბატონო ირაკლი, თხოვთ მოგიყვეთ ამ წისქვილის შესახებ. ეს წისქვილი თავიდან 1961 წელს გააკეთა ჩემმა ბაბუმ მემედ ბოლქვაძემ სოფელ გობრონეთიდან და იმის მერე ემსახურებოდა 2006-7 წლამდე მოსახლეობას და მერე დაზიანდა, დიდთოვლობა იყო, წვიმა იყო და თითქმის წყალმა წაიღო ფაქტიურად. მაგრამ დაზიანების შემდეგ გადარჩა ქვა, გადარჩა ეს თავარი მექანიზმები და გადავწყვიტე მე აღდგენა. და 2011 წელს მთელი რაიონი შევიკრიბეთ, აქაური ბიჭები უბანი, ჩამოვასხით ახალად, წონიარისი და მოხელე იყო ბატონი იოსები დაგვეხმარა და გავაკეთეთ ეს წისქვილი და 2011 წლიდან დღემდე ემსახურება მოსახლეობას უფასოდ. მარტო ჩვენი სოფლის და ბარის უბნის მოსახლეობას კი არა, აი ახლომდებარე სოფლებიდანაც ხალხი ჩამოდის, სარგებლობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზამთარში სინათლე ითიშება და ვისაც დაგემოვნებული აქვს წყლის წისქვილზე დაფული ჭადის ფქვილი, იცის რომ ელექტროსთან შედარებით განსაკუთრებული გემო აქვს და რა ვიცი, ვინახავ ტრადიციას, ბრუნავს წისქვილი, მიდის ეს ცხოვრება. მე რამდენადაც ვიცი, თქვენ ახლა არ ამბობთ, მაგრამ მიზანი იყო რომ ეს თქვენმა ბაბუამ იყიდა ეს ადგილი იმისთვის რომ აეშენებინა წისქვილი და ესარგებლა სამეზობლოს და თელ მეზობელ სოფლებსაც და ამის მიზანი ეს იყო და სიკეთის განსახიერება და სამადლო საქმე იყო თავიდან ეს. თავიდან ეს ჩვენი მიწა არა ბოლქვაძეების ახლოდან აქვს ბაბუას ნაყიდი. მე ბაბუა ჩემი არ მახსოვს. 3 წლის ვიყავი რომ ბაბუა გარდაიცვალა, მე საერთოდ არაფერ არ ვიცოდი და ვიცნობ მას მონაყოლებიდან რა, ქალაქ რაიონში მუშაობდა, შრომის გმირი იყო, ვეტერანი იყო სამამულო ომში. და აი ხალხისგან გადმოცემით ის რომ სამადლო საქმე იყო გაკეთებული თავიდანვე და ჩვენაც გავაკეთეთ და სამადლოდ ვაკეთებ და იყოს დაეხმაროს ყველას ვისაც უნდა წისქვილის და შეგი ირაკლიმაც თავის ბაბუის კვალი გააგრძელა და ასე მიდის ნახოთ ღმერთი ჩემი შვილის გააგრძელებს და ასე იქნება ღმერთო 100,000 წელი ასე იყოს ღმერთმა ასეთი სასიკეთო საქმეები გეკეთებინოს შენი სოფლისთვის, შენი მეზობლებისთვის, შენი კუთხისთვის, რამდენადაც უცხოეთში ცხოვრობთ და უყურებთ კიდე აქ. დიდი მადლობა და თქვენ მადლობა რომ ასეთ რეპორტაჟს აკეთებთ და ხალხს აცნობთ ასეთ პატარ-პატარა საქმეებს. დიდი მადლობა თქვენ.
ბატონო ვახტანგ. რა იცით ამ წისქვილის შესახებ? ამ წისქვილის შესახებ მეზობელი იყო უმეტესი ერთადერთი მებედნაკაცი, რომელიც იცოდა, რომ 61 წელი აშენებული ნაკიდია ეს ადგილი, ხოლო წისქვილის ადგილია ნაკიდი. მეტი არაფერი. და ჩამოიბაგეს სოფელ ახლოდან ბოლქვაძეები. და ამას დღესაც იციან, რომ ეს გაკიდულია და ხელს ააკიდებენ ამათი. ბატონ გაიყიდეს ადგილი. წისქვილის გულიდან. ხალხმა ააშენოს წისქვილის გულიდან გაიყიდა, ხალხმა ააშენეს წისქვილი და ხალხმა დააფრთხეს სიმინდი. ამის ააშენდა, ესე იგი ამას იტყოდნენ ძველები, როგორც მადლისა. ხო და ეს წისქვილი ვინ იყიდა ეს ადგილი? ეს იყიდა მემედ ბოლქვაძე. გოგრონეთები. და ააშენა თვითონ, ხო? თვითონ ააშენა, მან იყო ოხელი. ისიც იყო, და ზოგადად დავდა კიდე ბიძაიშვილი თავისი დედალება იყო, დედალება. მაგარი იქნა და ეხლა და გააკეთდა. ყველა უფასო დაფქვევდით ესე იგი. თელი სოფელი მარტო სოფელი ფლორისი, აგერ ზევენახიდან ჩამოგოდნენ ჩამოდიოდნენ და ჯერ ინა პალაძებიდანაც აქვე ჩამოდაი და მე თვითონ პალაძებებზე და ფლორია ეგრე. თქვენ ამ პიროვნებას იცნობდით? ვინც ეს წისქვილი ააშენა? იცნობდი, მაგრამ მის ხელში გაზრდილიავა, იცნობდი მაგ მუშაობდა მე მაღაზიაში, გამკირველაკი ბოთენმორი. გამკირველი იყო და ყოველთვის გამფეთი ქონდა. იქ დევდა ხალხი ბაღლები გაიოდა, გამფეთი მოგინა და ხიდის დედესტუგა. ბატონო სარდიო, ისმენ. ხოთ მოგვიყვეთ ამ წისქვილის შესახებ, რომელიც თქვენ უბანში არის აშენებული. ეს წისქვილი თითქმის 9 საუკუნეს მოიცავს რომ არის. შეიძლება მანამდენაც იყო აქ წისქვილი. გობრენეთის მკვიდრი მემედ ბოლქვაძე ზევით სოფელში ცხოვრობდა, კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო. გადმოსახლდნენ აქ. ჩემს გვერდზე, ჩვენ წახოდან ვართ გადმოსული აქ. და მე ეს ადგილი, სადაც წისქვილი არის, ეს ტერიტორია იყო ნაკაშიძნების. ზერმენახის ნაკაშიძნების იყო და ეს ტერიტორია გაიყიდა, სულიკორო ბოლქვაძის მამამ იყიდა. იმან იყიდა. მერე მებედვიცამ აქ წისქვილი გაახლა. გააშენა წისქვილი, რომ მეზობლებს წისქვილი ქონდონ და ეს იყო ესე იგი რაღაც უზარმაზარი საქმე იყო. შემდეგ წლებში, როცა მემედვიძამ მოხუცდა, შვილიშვილს უთხრა ირაკლი ბოლქვაძეს, აგერ მის შვილიშვილს უთხრა, შვილო, ერთ რაღაცას გიტოვებ შენ, წისქვილი უნდა ამუშავო ამ უბანში. ძველებური კაცის სიტყვა არის ასეთი, რომ ხეირათი, ანუ ტოვებ საშვილიშვილოთ რომ უტოვებ, ასეთნაირად უნდა გააკეთო და სადაც არ უნდა იყო შვილო უთხრა, სადაც არ უნდა იყო, შენ ეს საქმე არ უნდა დატოვო და მართლაც ასე ააშენა ახალი წისქვილი. ეს ხოლოს მოსკოვში, იქ მუშაობს თანამდებობაზე არის უნივერსიტეტში. ყოველწლიურად წელიწადში ორჯერ გადმორეკავს მის მეზობლებს დაგვირეკავს, რომ წისქვილი მუშაობს თუ არა. აი ამას თუ რამე პრობლემა იქნება, იქიდან ფინანსები გადმოგზანის, რომ აქ გაკეთდეს ყველაფერი. არ არის რომ ეს წისქვილი შეიძლება იყოს დიდი თოვლობა არის, დიდი აწყალი და რაღაცა მასში არ მუშაობს, მაგრამ არასდროს ეს არის დატოვილი ჩვენ უბანში იმ დიდმა კაცმა. მემედ ბაბუმ დაგვიტოვა ირაკლის დაუტოვა ეს და უფრო ეს უნდა.
უნდა იყოსო და ეს არის საჩუქარი ჩვენი უბნის კი არა მთელი ახო გობროეთის არის განდალველებისაც მეც მაქვს დაფქვეული კი სხვადასხვა ბატონო ძალიან კარგი ყველა მოდის და ეს არის მადლის საქმე აი ზუსტად ასეთმა ხალხმა ყველა უნდა ვაკეთოთ მადლის საქმე რაც შეგვიძლია და როგორ შეგვიძლია თუ დრო გექნება ერთს კიდევ მოუყვები რაღაცას სამსახურიდან მოვდივარ სკოლიდან ადრე გავჩერდი და ისმაილ ბოლქვაძე იყო აგერ მეღვინე კაცი იმან გამაჩერა და მითხრა ბაბუო მითხრა შენ პატარა აღარ ხარ 40-50 წლის ახარო შენო რას ტოვებო უბანს რას უყოვებ რა საქმეს მე უკვე სკოლაში მუშაობდა ვასწავლი მაგის გარდა რას აკეთებ არაფერი ვერაფერს ვერ ვაკეთებ ან გზა უნდა გააკეთო ან წყალი უნდა მოიყვანო და ან წიწკილი უნდა გააკეთო მე უთხრა წიწკილი მე ბაბუმ დაგვიტოვა მიშვილის დაუდოვა ირაკლი და ფუნქციონირებს და არის და მადლიერი ვარ იმ ადამიანს და დავშვებით ასე დიდი მადლობა Raus. Abas kita kamu coba makan lagi ya. Oke, kita kamu coba kali. Თქვენ უყურებთ ესე იგი ამას ხომ? Igen, atvaļinājumā. თქვენ ახსენებთ ყურადღებას. Seitan kaut გავატან აიაბელი. თოგი ფული მე ფული ამუშავებ. ეს კატოვა ადამიანმა თავის ვიდეო იხმარება ფული არის დაიგამოართვა და ვასწავლე ბაბუას საქმე. დამჯერებულია გუნდე და ბაიაკი ზედველი. ასე რომ ყველამ ვაკეთოთ კეთილის საქმე. ცხოვრება ფულით არის ზომება, მხოლოდ არის ადამიანობა და ამ ადამიანობით უნდა ვიცხოვროთ. ფული არ არის ყველაფერი. მე კიდევ ერთხელ მინდა ის კეთილი ადამიანი მოვიგონო მემედ ბოლქვაძე და თავის შვილიშვილს ირაკლი ბოლქვაძეს უსურვო წარმატება და უფრო კეთილი საქმეები ეკეთებინოს და ყველამ ჩვენთაგანმა ჩავიხედოთ გულში და ერთმანეთს მოვეფეროთ და ვაკეთოთ კეთილი საქმე და გადავცეთ ეს თანამამრობას და დაინახოს ახალგაზრდობამაც რომ ფულით არის საზღვრება ყველაფერი და არის ადამიანობა რა ვიცი ნახოთ მე მგონი კარგი რეპორტაჟი იყო და თუ ვინმეს კიდევ გაქვთ ასეთი საინტერესო
ისტორიები შემომეხმიანეთ და გავაკეთოთ ერთობლივად პატარა სიუჟეტები და გავაცნოთ საზოგადოებას ესეთი კეთილი საქმეების კეთებლები. ნახვამდის ამოვალ შეხვედრამდე.